მინდა პირველ რიგში შევეხო იმ გლოვას სააკაცუკეთში, რომელიც არის დღეს. თუ შეიძლება ეს კომენტარის გარეშე მინდა რომ განახოთ ეს ამბავი, რა ხდება და როგორ ხდება დღევანდელ ამბავში, დღევანდელ სიტუაციაში, რაც იმის მერე, რაც მიხეილ ყაველაშვილის და ესე ვთქვათ, ჯეი დი ვენსის შეხვედრა მოხდა მილანში, თუ არ ვცდები და ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ, ისეთ ხელის ჩამორთმევა, რა ვიცი, ესეთი. თუ შეიძლება გავუშვათ რა ხდება ამასთან დაკავშირებით სააკაცუკეთში რა. ნელ-ნელა რო ხდებიან, რა ის სად შედიან საერთოდ, როგორ ჩიხში შედიან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ხმას არ იღებენ. აი, ხო შეიძლება რომ აი ამ ხელა სკანდალი ხდება ხო სოფლიოში და მთელი ეპშტეინი და ნუ ეს ფურუნკული გასკდა. გადმოდის და ვიღაცამ თქვას, რომ ფუ ესენი ვინ ყოფილან და რაღაცა და აი ყოველ შემთხვევაში აქ მაინც გააკეთონ ის და დაანახონ საზოგადოებას, რომ ცდებოდით თურმე აი რა ხალხი ყოფილა და არა ეს კაკების მოწყობილია და რაღაც ეს და რა შუაშია კიდე კაკების მოწყობილი იყოს და კიდე მოსადის და კიდე ცერეოს ვისი მოწყობილიც არ უნდა იყოს რა ხდება ეს არის აქ თავარი და არა ის მას კიდე ის გიჟიროკოს ის ხურუშიანი იქიდან რო იძახის რა იამაყება ესე ვთქვათ რა ქვია აი ნათლად აჩვენებს ჩემს გავლენებს მაშინდელ სოფლიოში ჯღანები ჯაყოს მეთაურობით ეპშტეინის ფაილებშიც კი ვერ მოხვდნენ ვერასოდეს წარმოიდგინეთ რა ნუ ეს ტიპი აი ვაფშე რითი ფიქრობს ასე არა რა ხო შეიძლება რაღაცას გაემიჯნო ხო აი რაღაც აი უბედურება ხდება ხო მართლა ნუ საშინელება ხდება არ ვიცი რა აი ისინი რომ დუმან ვაფშე ხმას რო არ იღებენ ეს წიწვი და გირჩი ზურა ჩაფარიძე აქ რომ ყავდა და რომ და ის ახლა გვარამია კიდე უფრო ჭკვიანი მეგონა რა გეფიცები და მე რაღაც ყოველ შემთხვევაში ესეთი რაღაცებზე იტყოდა რომ აი მე ვემიჯნები ამ საშინელებას ვინმე გაემიჯნეთ ვაფშე ამ საშინელებას რა შუაშია ვისი დაგეგმილი იყო და ვისი არ იყო და რაღაცა აი ამ საშინელ ფურუნკულს რომელიც გადმოდის ახლა მთელ სოფლიოზე და ყველანი უყურებთ რაც ხდება ვინმე საერთოდ გაემიჯნეთ და საერთოდ ყველა რო არის არ ვიცი მე რა მილიონობით ფაილია და რაღაცა მაგრამ ერთი რაღაცა ძალიან მაგრად გამიხარდა რომ ეს ჩემი და ესეთ ვიცოდი კიდევაც ახლა ეს რა თქმა უნდა ამ ძელი გამოსაცდომი არ იყო თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე მელ გიბსონი იცით ახლა თქვენ როგორც მიყვარს და ნუ წარმოიდგინეთ ახლა რა აი ჰოლივუდის შავსიაში აღმოჩნდა რა მაგრამ ეპშტეინის ფაილებში არ არის აი რომელი ჯობია ახლა რა მითხარით ჰოლივუდის შავსიაში იყოთ ჰოლივუდის შავსიაში იყო თუ ეპშტეინის ფაილებში იყო რა ხო და მაინტერესებს მაი გააკეთეთ რა კომენტარები რა ვითომ ესე ვთქვათ თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლო ოპოზიციის ეგრეთ წოდებულ წარმომადგენლებო ხო აი გვარამია ჯაფარიძე რავი იმას ყველამ რა ვინც ხართ მან და ვინც გარეთ არის უკვე გამოსული ჭიჭე შმიჭე რატო გიდით სუნი და რატო ვერ აკეთებთ კომენტარს რატო გააკეთეთ რომ ან თქვით კარგი იყო და მე რა მოხდა ესე უნდა ყოფილიყო ან დაგმეთ და გაემიჯნეთ რა რატო ხართ ესე გაჩუბებულები და სუნი რატო გიდით რა